ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. ფოთში ვმუშაობთ და ხშირად ვღებულობთ წერილებს, რომ ამა თუ იმ ობიექტზე მიბრძანდით, ნახეთ, წარაკნების ბუდეა, ვირთხებია, თაგვებია და ასე შემდეგ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა ესეა. ზოგჯერ სულაც არ დასტურდება ინფორმაცია, მაგრამ გეტყვით ერთს, დღეს ჩვენ წარაკნების ლიმიტი ამოვწურეთ. ჩაყინული ტარაკანა. ყველგან ტარაკნები აბსოლუტურად. ძალიან მწუხვა. ძალიან ბინძური ობიექტია. ყველაფერი არის ძალიან დაჟანგული. ოი. ვაიმე. რაღაცა წყალი გასდის ონკანს. ამდენი ტარაკანა რო ყავთ, ეს ნორმალურია და კიდე ჩემზე მოგდით ბრაზი. აი, ამის გამოცვლა მაინც ასეთი რთულია. და იქაც ნახეთ, აი, თაგვების წრუწუნის ექსტრემენტი. ძალიან მწუხვარ, ეს არის ზიანტი სანიტარია, ზებინძური ობიექტი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ ეშუალათ. დღეს ჩვენ ტარაკნების ლიმიტი ამოვწურეთ. ბათუმიდან ფოთში წამოვედით და პირველი რესტორანი, რომელიც შეხვდა, არის რესტორანი იასონი, ყოფილი იმერული ეზო. რესტორან იასონში შემთხვევით არ მოვსულ ვართ. აი, ნახეთ როგორი წერილები მივიღეთ ჩვენს Facebook გვერდზე. მოგესალმებით, ფოთში რესტორან იასონში მიბრძანდით კატასტროფა. სიბინძურის ბუდე. რამდენჯერ მოგწერეთ და რატო არ მიდიხართ? კიდევ ერთმა ტურისტმა უცხოელმა მოგწერა, რომ აქ არასოდეს არ შემოხვიდეთ, სტუმართმოყვარეობა არ იციან, გაყინული ხორცი მოგვიტანეს და საერთოდ სულ სხვა შეკვეთა. აი, დაახლოებით ესეთი ნეგატიური წერილები მივიღეთ მომხმარებლებისგან. და მიუხედავად იმისა, რომ ამ რესტორანში ვიყავით ადრე რამდენიმე წლის წინ, მაშინ იმერული ეზო იყო, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მოვსულიყავით მეორედ. ეზო, აი რა გითხრათ, აი ახლა სიმართლე გითხრათ, აქ რო ბალახი ყოფილიყო, ალბათ ჯობდა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ძველი ხალიჩა, პალასი რა არის, არ ვიცით, უკვე გაცვეთილია. ოი ნახეთ, ფეხი წამოუკარი კიდევ, კარგი რო არ დავეცი. თუმცა არის მცდელობა, რომ გაალამაზონ, მოაწესრიგონ, რაღაც დეკორაციებიც არის, აი ესეთი რკინის, ლითონის ეტლებია და ალბათ აქ მაგიდებიც არის, ნუ უფრო ზაფხულში და შესაბამისად ჭრდილში სხეთხართ და მიირთმევთ კერძზე. აი, შემოსული არა ვართ და ეს არის მაცივარი, ნახეთ. მაცივარზე რა არის? ეს არის ტარაკანა. აი, აქაც ნახეთ, აი აგერაც ტარაკანა, ნახეთ, აი, ტარაკანა. სიბინძური შეხედეთ, მაცივარში როგორი სიბინძური არის. საშინელი სიბინძურია. პროდუქტების ვარგისიანობა გაურკვეველია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერს არ აწერია ვადები და ყველგან არის ზე ანტისანიტარია. აქაც ჩალეწილია ყველაფერი, ნახეთ. აი როგორი მოუწესრიგებელია. აი ამას შეხედეთ, ეს დაჭრილი ეს ნარჩენები, არ ვიცი ხა, ეს ახალია თუ მობრუნებულია, ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ძალიან ზეანტისანიტარია. აი, ჩაყინული ტარაკანა. ყველგან ტარაკნები აბსოლუტურად. ძალიან მწუხვა. ძალიან ბინძური ობიექტია. კარგად ვიცით, რომ არაფერ შემთხვევაში არ უნდა იყოს სარეცხი მანქანა სამზარეულოში. სარეცხი მანქანა უნდა იყოს ცალკე სივრცეში. ნუ ნიჟარას რა გითხრათ, აი თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება და თქვენ თვითონ დააკომენტარეთ, მე კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. აი აქ ჭუჭყი ნახეთ, როგორია, აი ყველგან ნახეთ და აქ პირდაპირ პროცესი მიმდინარეობს და საჭმელი კეთდება და აი აქ ნახეთ რა მდგომარეობა, ხელიც არ მინდა მოვკიდო, იმიტომ რომ დენი არის და პრინციპში ეს ქალბატონებიც ვერ დაალაგებენ, ამას ვერ მოკიდებენ ხელს, ეს უშუალოდ უნდა იყოს შეფუთული და უნდა იყოს ისე რომ რა თქმა უნდა მესმის სწორადაც გეშინიათ, აი მეც ვერ მოვკიდა ხელი, ხა მინდოდა რომ გადმომეფერთხა, იმდენად სიბინძური არის, მაგრამ ნამდვილად ვერ შევეხები, იმიტომ რომ დენის ბუდე არის. არაკნების წამალია? ვერ გეტყვი რა არის. რაღაცა პატარა ჭურჭელი ისინია და ვერ გეტყვი არის. რა გამიკვირდა იცი, მართლა აი ბავშვს გეფიცები. აი ნიუ-იორკი რო გავარჩიეთ, ნიუ-იორკში გინთ ამოყვა.
ნიოში. იმიტომ რომ ხო, რაღაცა უსուցური და მე არიცი პატარა ტარაკნი კიდე მე იზრდებიან, კი ბატონო. კი კი ბატონო. ნიოში რო გავაჩია ამოყვა თვითონ ბოლოს. კი ბატონო, მაგრამ აი კედლებია დასაწმენდი საშინელ მდგომარეობაშია. ეს როდესაც ჩამოცვენილია, ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ცვენა არ უნდა მიმდინარეობდეს. და კონდენსატი არ უნდა იყოს არცად ლოგიკით, მაგრამ მოსაწესრიგებელი მაინც არის, იმიტომ რომ ღია პროცესი აქ არ მიმდინარეობს. უშუალოდ ზეთის დამუშავება, აი ზეთში შეწვა აქ არ ხდება, აი ამ ქურაზე ხდება ძირითადად. საღამოობით იწმინდება და ირეცხება. კი ასე მეუბნებიან, მაგრამ მოდით ვნახოთ კედელი რა მდგომარეობაშია. აი კედლის მდგომარეობა ვნახოთ. აი სარკმლის მდგომარეობა ვნახოთ. ეს ტილოები, აი ეს სანელებლები რაშიც არის ნახეთ, აი ეს მდგომარეობა. აი აქ შეხედეთ რა მდგომარეობაა. ნუ ამას ახლა მილაგებოს ნამდვილად ვერ დავარქმევ. აქ არის სუფთა ჭურჭელი განლაგებული და მოდით ეს ტერიტორია ვნახოთ. ეხლა როდესაც უკვე ტარაკანა ვნახეთ თავისთავად მეშინია და ხელს ვერაფერს ვერ ყიდებ. აი ამას შეხედეთ, აი ეს არის ხელის ტილო, რომელთაც ხელს იმშრალებენ. ესეც გამოსაცვლელი აუცილებლად, აი აქ ვნახოთ რა მდგომარეობაა. ნუ ქვევითაც გასაგებია, რომ აი მტვერიდან აგავია, როდესაც ამდენი არის, თავისთავად ტარაკანაც იქნება. ტაფების მდგომარეობა ნახეთ და აი აქ როგორი მოსაწესრიგებელია ყველაფერი. აი ნახეთ ბაღია გაშენებული, არის მცდელობა, თუმცა ისევ და ისევ ვამბობ. თუ კი ბაღია, უნდა იყოს ალბათ ბუნებრივი, ნამდვილი ცოცხალი მცენარეები. აი ეს ხელოვნური კედელია, ნამდვილად არ არის ცოცხალი ყვავილები და ესეც პლასმასია. აქ ალბათ უნდა ჩამოჯდეთ, თუმცა არ ვიცი, ისეთი ძველია ის მოყანყალებული სკამი რა. ფოტო გადაიღოთ ალბათ. უბრალოება ახასიათებს ამ რესტორანს, მაგრამ მოდით შევიდეთ დარბაზშიც. ეს არის იასონის დახურული დარბაზი. ანუ ცივ სეზონში, ზამთარში შემოდგომაზე, რა თქმა უნდა, ამ დარბაზს იყენებენ, როგორც თვითონ რესტორნის პერსონალი აცხადებს, რომ ძირითადად საბანკეტო დარბაზია, ანუ შეკვეთაზე მუშაობს, მაგრამ ხედავთ, რომ გაშლილია, აგერ სუფრა და სამზარეულო მუშაობს, კერძებს ამზადებენ. შესაბამისად, აქ ხალხი შემოვა და მიირთმევს საჭმელს. აი რა გითხრათ ახლა, ყველაფერი ძალიან უბრალო, ეტყობა რომ ძველია. აი ნახეთ როგორი ძველი, აი ესეთი არც ისე სუფთა მაგიდის გადასაფარებელია. აი ეტყობა კიდევაც რომ დამწვარია. არ ვიცი, მაშინ რომ როცა შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა თუ ეხლა უკვე დამწვარი ვერ გეტყვით. ზემოდან კლიონკა, ესეთი გამჭვირვალე კლიონკა დევს. გაფორმება ისევ და ისევ ხელოვნური მცენარეებით და ყვავილებით, ყველაფერი არის ხელოვნური, ეს ეტყობა მათი არჩევანია. ძალიან უბრალოა, თუმცა მე ვხედავ რომ დარბაზი არის სუფთა უბრალოდ ძალიან ძველი ავეჯია, აი შეხედეთ როგორი ავეჯია. ავეჯი, ინვენტარი, ჭურჭელი, ყველაფერი არის, კედლებიც კი, ეტყობა რომ ახალი არ არის. თუმცა აი იატაკი, რასაც მე ვუყურებ, ეს რაღაც ლინოლიუმია, მე როგორც მივხვდი, იატაკი არის სუფთა. აი შეხედეთ. აი ეს არის დალაგებული. აი ეს არის დალაგებული. აი ამას შეხედეთ, აი აგ კიდე ტარაკანა მკვდარი. ტარაკნები ყველგან არის აბსოლუტურად. ამას შეხედეთ, ჩაიხეთ. რაია. აი ჩახედეთ თქვენ თვითონ და მიხვდებით რა არის. ეს ახლა ჩავარდა რა. აი იქაც არის ჩავარდნილი, ხალბატონო. ყველაფერი რეცხავ. კი, აი აგერაც არის, ნახეთ ჩავარდნილი, აი აგერაც არის. თქვენ რო რეცხავთ, გიყურებთ, მაგრამ ნახეთ ხო და ამდენი რატოა, აი აგერაც, აი ჩავარდნილი. რა წამალი არის ხმარა ჩვენმა უმდროსმა, მოიტანა. ხო და მოვაყარეთ ყველა კუთხეში წამლად ისეთეს ვერაფერი ვერ მოუხერხეთ ჩვენა. კარგი, გავიდე. სპეციალური კომპანიები არსებობს და იმ კომპანიას დავუკავშირდით და ეგებ აი მაგათმა გიშველონ, მაგრამ კარგით, კომპანიას დავანებოთ თავი. ტარაკნები გავიგეთ, ებრძვით, მაგრამ აი აბლაბუდებს როგორ ებრძვით? არა, გასაგებია თქვენ რო არ ახართ, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა გაწმინდოს, აი ესე ხო არ, აი ვერ წოდები, თუ იწმინდება რატოა მაშინ?
რატოა მაშინ? აი ესეთი მდგომარეობა სამზარეულოში არ უნდა იყოს არანაირად. აი კედელიც ცუდ მდგომარეობაში არის. ამას შეხედეთ, ქვედა ტერიტორია შეხედეთ რა მდგომარეობაა და ეს არის სამზარეულო, სადაც უამრავი ადამიანისთვის საჭმელი მზადდება და აი აქ. ყველგან აბსოლუტურად სადაც ფეხი გადავადგით, აბსოლუტურად ყველგან εν რაოდენობით ტარაკნები ვნახეთ. ბუხარში რა არის? გრამი ხარია ბატონო. აბა დარბაზია რემონტი მაქვს, შევიდე დარბაზად ქირავდება. დარბაზად რო ქირავდება, ამდენი ტარაკანა რო ყავთ, ეს ნორმალურია და კიდე ჩემზე მოგდით ბრაზი. ჩემზე რატომ მოგდით ბრაზი? თქვენ თავს გაუბრაზდით, რომ კომპანია ვერ მოიყვანეთ და ტარაკანა ვერ გამოლიეთ აქ. ჩემზე რატომ მოგდით ბრაზი? რა არის ბატონო, მე თქვენთან ვიყავი რამოდენიმე წლის უკან, მაშინაც იგივე მდგომარეობა იყო და იგივე აი ნახეთ, აი ტარაკნები შეხედეთ, არ უნდა არცად და აი კი ბატონო, მივდგები და გადავიღებ. აი ამას შეხედეთ რა მდგომარეობაში არის. ეს არის ხორცი დაბასტურმებული. შეხედეთ, ხელის მოკიდება, ეს არის ვითომ და ერჯერადი, მაგრამ ეს არის ნაყინის ყუთი გამოყენებული, რაღაც შიგნით არის ნიგოზი გატარებული, ანუ კონტეინერად გამოიყენება. კონტეინერები დასასუფთავებელია და მაცივარით კატასტროფულად დასასუფთავებელია. აი ამის დალაგებას რა უნდა? აი ჩახედეთ. აი ნახეთ. აი ეს არის ცომის კონტეინერი. არ შეიძლება ისეთ მდგომარეობაში იყოს პროდუქტი. ნახეთ, აი რა მდგომარეობაშია და ერჯერადი კონტეინერები გამოყენება არ შეიძლება. მრავალჯერად ეს ძალიან კარგად და ბევრჯერ ვთქვით უკვე, მაგრამ მაინც გამოიყენება და არავითარ შემთხვევაში კოროზირებული მაცივრების დატოვება არ შეიძლება, უნდა შეიღებოს და უნდა დასუფთავდეს. რაიმე ეს უნდა განახოთ. აი ამის გამოცვლა მაინც ასეთი რთულია. და იქაც ნახეთ აი თაგვების წრუწუნის ექსტრემენტი. და მაცივარში აი ასეთი ის იყოს საფარი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის უნდა სუფთავდებოდეს. და მაცივარი უნდა ლაგდებოდეს. სტიკერები მე აქ არ მომითხოვია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არც ერთი სტიკერი არ მინახია. მაცივები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ცუდ მდგომარეობაშია. აქვე არის კიდე დამხმარე ტერიტორია. აი სადაც ქალბატონები გაიცნო და დაიმალეს, აი ეს ტერიტორია არის, აქ ძაღლი არის ჩაკეტილი ამ წუთში, ნუ მოასწრო და შემოვიდა, ესეც როგორც ალბათ საწყობად გამოიყენება, ხოლმე ეს ნაგვის ყუთია, საწყობად გამოიყენება და იმედია აქ არაფერს არ ამზადებენ, თუმცა გარკვეული რაღაცაები აქაც არის. ძალიან მწუხვარ, ეს არის ზიანტი სანიტარია, ზებენზური ობიექტი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ ეშველა, ჩვეწლების უკან აქ ვიყავით და მე ვითომ გამოსწორდა, მაგრამ დავბრუნდით და ისევ სავალალო მდგომარეობა დაგხვდა, ისევ სანიტარია და ისევ აი წერების და მღრღნელების ბუდე. და ბოლოს საპირფარეშო, აი არ ვიცი ეს რატო აქ, ამდენი რაღაცა გადაგდებული ინვენტარია. საერთოდ უცხო ნივთი რესტორანში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ესეც ქმნის გარკვეულ ესთეტიკას, ხო? უმეწება ხელი ამ კარზე, მოდით შევიდეთ. სუფთა, თუმცა ყველაფერი არის ძალიან ძველი. მაგალითად, ეს არის არასამუშაო ნიჟარა, თქვენ ხედავთ რომ ონკანი არ არის და იმედია აქ მოდის წყალი. ცივი წყალი მოდის. რაღაცა თხევადი საპონი არის. არის აი ესეთი ერჯერადი ხელსახოცი, ყველაფერი არის ძალიან დაჟანგული. ოი. ვაიმე. რაღაცა წყალი გაზდის ონკანს. აი რა გითხრათ რა, აბლაბუდებიც არის. ტვერიც არის. თუმცა მცდელობა დალაგების არის ნამდვილად, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა. პირდაპირ გეტყვით, აი ესეთი კაბინებია.
აი ახლა მოვიდნენ რესტორანში ზუსტად ტურისტები, მოიკითხეს, ანუ მუშაობს რესტორანი და რა თქმა უნდა ის მთელი რიგი დარღვევა, აღარ ვიტყვი უკვე იმ წერილებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ მომხმარებლებისგან, რა თქმა უნდა არ არის მისაღები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რესტორანი იასონი ფოთში გამოსწორდება. ფოთის ცენტრში შუაგულში ვართ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ესეთი სავაჭრო ქუჩაა, საბითუმო მაღაზიები ბევრი და რა თქმა უნდა საცხობი. აქეთ შოთებს აცხობენ და აქეთ საცხობის პროდუქცია, ხალხი დგას, ყიდულობენ და ეხლა მინდა გაჩვენოთ ფასები, თბილისელები მოემზადეთ და მე აიბარგეთ და ფოთში ჩამოდით ხაჭაპურების და პიცების საჭმელად. პიცა 4 ლარი, მე ვიფიქრე ნაჭერი 4 ლარი, იმიტომ რომ თბილისში 5-7 ლარი ღირს ნაჭერი, პატარა სლაისი პიცის. 4 ლარი მთლიანი პიცა. მართალია პატარა ზომის პიცა, მაგრამ პიცა, მთელი პიცა 4 ლარად, მხოლოდ ფოთში. აგერ კუბდარი 5 ლარად, ბლითი და ღვეზელი და ღვეზელში კარტოფილია. წარმოიდგინეთ როგორი ფასებია, აბა შევხედოთ. ეს არის შიდა სამზარეულო, მოდით ნახოთ რა მდგომარეობა, ну ცვენა არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. 60 ცივიწროვის გამო ნუ აქ არის და რა უნდა გავაკეთოთ, ვერსად ვერ წაიღებენ, პრინციპში უნდა იყოს ცალკე კარა და აუცილებლად უნდა იყოს აბლაბუდები ჩამოხსნილი. აი სუფთა ჭურჭელში აი ესეთი მდგომარეობა არანაირად არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ჩამოსუფთავებული, გასუფთავებული და ემდენი აბლაბუდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ამ სისუფთავის ყველანაირი აზრი ეკარგება, როდესაც აი ესეთი მდგომარეობაა. ყველიც ასე ძირს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდოს, არ შეიძლება, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. წყალში აი წყალის დაცული რო არა, აი შეგით ნახეთ რაღაცაები დაცურავს და რატო გამოიყენებენ ამ წყალს? არ ვიცი, წესით უნდა მოდიოდეს. წყალი მოდის, კუთხეები დასალაგებელია, არავითარ შემთხვევაში არ მდგომარეობაში იყოს არ შეიძლება. ზღურბლიც უნდა სუფთავდებოდეს, ჭერიც უნდა სუფთავდებოდეს და მოდით ნახოთ კარადაში რა არის. ნუ კარადაში აქ 60-ია. ფეხსაცმელები აიყვება, აქვე იხდიან და პრინციპში სხვა ტერიტორია მათ არ გააჩნიათ. აქ წესით საპირფარეშო უნდა იყოს, კი ბატონო, საპირფარეშო აქ ცოტა სუნი არის, ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ საპირფარეშო ისე თუ ასე კედლები მოწესრიგებულია და იატაკი. და ძალიან ცუდია ის, რომ აი საპირფარეშოსთან აი პირდაპირ აი ესეთ სივიწროვეში აი აქვე ხდება პროდუქტის დამზადება, ეს საპირფარეშოს კარები და ეს არის ცომი. აი მაცივარიც ნახეთ, აგური ჭუჭყიანია, აი ეს ყველაფერი დასალაგებელია. აი ესეც ნახეთ რა მდგომარეობაშია, აი აქაც ნახეთ და აი ამაში აი ეს ჭუჭყი ყველაფერი იყრება, აი მაგაში ნახეთ, აი როგორაა ჩამოცვენილი და აბსოლუტურად ყველაფერი თავდაუხურავი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. აი ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად კრიტიკული შეუსაბამობა, ეს და აი ეს ნახეთ. აი ეს ნახეთ. გამწოვი საერთოდ გაწმენდილა როდის მე? როგორ გაწმენდილა, შეხედეთ რა მდგომარეობაა და პირდაპირ, აი შეხედეთ ფქვილის ადგიდებთ, აქ ატარებთ ცომს და აქ აი ნახეთ არის წვეთები, აი ჩამოწვეთებული ზევიდან, აი შეხედეთ რა მდგომარეობა. გემრიელია ეს საცხობის პროდუქცია, თქვენ მოგწონთ? რა თქმა უნდა, სულად ჭამთ. სულად ჭამთ, ძალიან კარგი. ყველაზე პოპულარული პროდუქცია რა არის? ხაჭაპური, რა თქმა უნდა. რას მიირთმევთ თქვენ? აგერ სამსა გემრიელი ცხება ყველაფერი ჩემოკარგო. მოგწონთ. დიახ, ძალიან, სულ აქანებს სადილო, დიდი კმაყოფილი ვარ. როგორ ფიქრობთ, სუფთა? ძალიან, ზედმიწევნით ჰიგიენურად დაცული ყველაფერი. იყავით შიგნით? შიგნითაც ვიყავი და გარეთაც ვარ აგერ. შიგნით და გარეთ ექსკურსიას აწყობენ საცხობში? აქამდე. აქ რომ გაიხედა. იმის იქით მარტო მადონახე და ვსკოიძე რა ხდება. ეს არის ფქვილი. მაგრამ ზეთი არ გამოიყენება, ფრიტური ზეთი და ეს არის ცუდი. არა, ზეთი კარგია, მაგრამ ზეთი არის სპეციალური ფრიტური ზეთი, რომელიც ძალიან დიდ ბრუნვას უძლებს. ეს ზეთი დიდ ბრუნვას ვერ უძლებს. ეს არის ერთი გაკეთება და შემდეგ უნდა გამოიცვალოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კი, აი, ხო, მაგრამ აი ბინძურს რო აფარებთ, ეს უკვე ცუდია. ძირს როდევს ყველაფერი ბინძურია. კედლები უნდა სუფთავდებოდეს, ნახეთ რა მდგომარეობაშია და
გამწოვი აუცილებლად უნდა სუფთავდებოდეს. აი ყველაზე მეტი საშინელება აი ამ გამწოვში. აი ამაში ხარ. შეკუია დენია. დენიკერე რაც უნდა იყოს გამეტონო ნახეთ რა მდგომარეობაა შეხედეთ. აი ესენი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ამაში ხედეთ რა მდგომარეობაა. აი ესენი ხო უნდა სუფთავდებოდეს. აი კედლებიც რა მდგომარეობაში ყველგან აბსოლუტურად მიმდინარეობს სამწუხაროდ ცვენა. აი ნახეთ როგორი გაფუჭებულია, აი ეს ხო არ არის, ეს არის საღებავის ჯაგრისი და არა ვთქვათ მისი ხაჭაპურზე ზევიდან შეხებაში რომ მოდიოდეს. აი ამას ხო უყურებთ რომ რამდენი აი წერია ზეთ. აქვე პროდუქცია მზადდება. აი ამას ქვია ღია პროცესი. აი მოწესრიგებული, გაპრიალებული ქალბატონები ხართ. აი ამას რო შეხედათ, ხო შეიძლება რომ გაიწმინდოს უფრო ხშირად. სასწრაფოდ არის სანიტარული დღე გასაკეთებელი. აი ნახეთ რა მდგომარეობა არადებში, რა ცუდი მდგომარეობაა ნახეთ. აი პროდუქცია გაქვთ არაჩვეულებრივი. აი რასაც ვუყურებ, აი არც შავი ნაწილაკები არ არის. არც აი ყველაფერი არის, აი არ უნდა იყოს ასეთი პროდუქცია, აი ასეთ ობიექტზე არ უნდა მზადდებოდეს. ეხლა სასწრაფოდ მე რო გავალ, აი ეს გამისუფთავეთ და ობიექტი მოაწესრიგეთ. კრიტიკული შეუსაბამობა არის, როდესაც ცვენა მიმდინარეობს, აი პროდუქტი, სადაც ესეც ღია პროცესია, იმიტომ რომ ამასაც ხო ხმარობთ პროდუქტებისთვის და აი ცვენა არსად უბრალოდ ან ჩამოფერხეთ და ელემენტარული უნდა. ამის დასუფთავება რთული არ არის. ეს არის საცხობი ფარნავაზ მეფის 5A და აი ახლა სახელწოდება რა არის ამ საცხობის? ზესტა ფოთი, არა ზესტა ფონი. აი ეგრევე ფიქრობ, რომ ალბათ ქალბატონი რუსუდან ხვიჩია, რაღაც კავშირშია ზესტა ფონთანაც და ფოთთან. ნუ ფოთში ცხოვრობს, მაგრამ შეიძლება ზესტა ფონიდან არის და ამიტომ დაარქვა თავის საცხობს ზესტა ფოთი. ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ დავდივარ 10 წელზე. სამსახურიდან ყიდულობ სამსახურის გარეშე კიდე რომ გამოვდივარ სპეციალურად, ზაკას ვაძლებ, ყიდულობ 100 ლარის დღეში, მეორე დღე სამსახურიდან გამოვდივარ. 100 ლარის რანაირად ყიდულობ? კაც 4-5 ლარი ღირს. ზაკას ვაძლებ. ბრიგადა მყავს და გამოვაგ და ყიდულობ. ბრიგადირი ხართ და დიახ. ყიდულობთ. რას აშენებთ? ტერმინალზე მუშაობ ჯდეში. ძალიან კარგი, ანუ პორტში მუშაობს ახალგაზრდა კაცი, ძალიან დიდ წარმატებას უსურვებთ თქვენს და თქვენ გუნდსა. მადლობა დიდი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ფოთის ცენტრში ვართ, ფარნავაზ მეფის ქუჩა, საცხობი ზესტა ფოთი. როგორც დაგკვირდი, დღევანდელი გადაცემა მთლიანად თქვენს წერილებზე დაყრდნობით შევადგინეთ და აი კიდევ ერთი ობიექტი, ეს არის ჭანტურია 4 ნომერი, კაფე საკონდიტრო ბრაუნი. წერს მომხმარებელი რომ იყო კაფეში, მოუტანეს ხაჭაპურში და ხაჭაპურში აი რაიდო ხაჭაპურში ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხი ამ კაფეში აღარ იქნება, არავინ ბოდიში არ მომიხადა, ნუ აღშფოთებულია მომხმარებელი ეს რა გამიკეთესო. არ ვიცით, გარედან ვუყურებთ კაფე ბრაუნი მშვენივრად გამოიყურება. მოდით ვნახოთ თუ რა ხდება ამ კაფეს სამზარეულოში. პირველი მაცივარი ცივდება პროდუქტი, მაგრამ აი რასაც ვერ დავეთანხმები, ეს არის სადაც დევს მაცივრები და სადაც არის ღია პროცესი მიმდინარეობს, იქ ქუჩიდან შემოსული ბინძური ფეხსაცმელები იდოს და იქ გამოცვლა მიმდინარეობდეს, ეს ცოტა მიუღებელია. ძალიან დიდი საკონდიტროა. კედლები მოწესრიგებულია, ანუ შეფუთული არის მეტლაკაფელით იატაკის რეცხვა სრულიად შესაძლებელია და მოწესრიგებულია. ღია პროცესი, როდესაც მიმდინარეობს და სადაც გაციება ხდება და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში ცვენა მიმდინარეობდეს, წყალი ჩამოდიოდეს და კედლებზე ობისოკო იყოს დაუშვებელია. დასაყრდნობაში კონდენსატს ვერ უყურებ და არ არის. სუფთა არის, აი ცომი ამოდის, ნახეთ. და კონდენსატი არ არის, ყველაფერი კარგად არის, აი სუფთად არის ყველაფერი, კედლებიც მოწესრიგებულია და მალე დავკეტავ, რომ ტემპერატურული რეჟიმი არ დაეცეს. აი ზუსტად, როდესაც ვამბობ, რომ აი ზედმეტი ნივთები უნდა გავიდეს, თქვა აი ზუსტად რას გულისხმობ, ნახეთ, აი მტვერის დაგროვების ბუდი არის, ჩვეულებრივად მტვერი გროვდება. ქოლგაც არ უნდა იყოს იქ, სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს და როგორც მინიმუმ აი აბლაბუდები უნდა იყოს ჩამოხსნილი. რამდენიმე ადგილზე უყურებ, სადაც წყალი ჩამოდის, ესეც არ უნდა ხდებოდეს არავითარ შემთხვევაში და ყველაფერი
დეტალურად უნდა სუფთავდებოდეს. აქ არიან კიდე აი მოწესრიგებული სუფთა ქალბატონები. ეს ტერიტორია უფრო კარგად არის მოწესრიგებული, თუმცა ქაღალდის კედელის გაწმენდა ცოტა რთული არის და აი გადატვირთულ თაროებზე ძალიან დიდი რისკია მტვერის დაგროვებით. საიდან მოგაქვთ ეს მაწონი? ეს მოვაკოვებდივას ახალია. არა, მე სიძველეზე არ დავობ, იმიტომ რომ შრატი არ არის. აი ეს არის, ნახეთ, აი ეს არის შრატი გამოყოფილი, ეს არის გუშინდელი, ეს არის დღევანდელი, ეს არის უფრო ახალი. ვუყურებ, მაგრამ ეხა მითხარით, აი ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, რისგან არის დამზადებული, რძიდან, რძის პუნელიდან თუ რა არის გამოყენებული, უნდა იყოს აუცილებლად ეტიკეტირება. დამზადების თარიღი და გამოყენების ბოლო ვადა, რამდენი აქვს შენახვის ვადა, იმიტომ რომ ეს არ არის ჰერმეტულად დახურული, აქვს პარკი გადაკრული და არავითარ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობაში. გასაგებია, მე ხო არ მითქვია რომ ძველია და ცუდია, მაგრამ კანონი ხო არსებობს და კანონს ხო უნდა დავემორჩილოთ. აქედან გამომდინარე და ისედაც სამზარეულოში, აი ჩემი რჩევა არის. აი ესეთი ყუთების შემოტანას არ გიჩვევთ, იმიტომ რომ როგორც წესი დარიგია, აი ასეთ ყუთებს მოყვება წვრილი წითელი ტარაკნები და მე მათი აღმოფხრა ძალიან რთულია. ჯერჯერობით მე მათ ყავს აქ საბედნიეროდ ვერ უყურებ, მაგრამ აი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ არ იყოს და ეტიკეტირება და ვადები მით უმეტეს ძის პროდუქტებზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. კაფე საკონდიტროს დარბაზი, იატაკი, სუფთა, ну რაღაცა პატარა ნამცეცები არის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ბევრი ხალხია, ეხლა ლანჩის დროა, სადილის დროა და შემოდიან მომხმარებლები, მაგრამ ზოგადად რა გითხრათ, აი მაგიდები არის სუფთა, ავეჯიც არის მოწესრიგებული, ეს დახლი არის ცარიელი, ვერ ვხედავთ სად არის პროდუქცია. აჰა, აგერ მაცივარში არის ტორტები, ნამდვილად ეს ხო საკონდიტროც არის. მე ვიტყვი, რომ ყველაფერი კონტეინერებშია მოთავსებული და სუფთად არის, კარგად გამოიყურება. ანუ საოჯახო სამზარეულოს სწრაფი კვების ფორმატი აქვთ. ლობიო, სალათები, ვინიგრეტი, ბადრიჯანი და ასე შემდეგ. აი ესეთი კერძებია. ეს არის უკვე საცხობის პროდუქცია, პიცა, ხაჭაპური, ჭადი, მჭადი. ყველაფერი გადაფარებულია, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და აგერ არის სუფთა ჭურჭელი. ვიტრინაში რასაც ხედავ, სასიამოვნოდ გამოიყურება. უზარმაზარი სამზარეულოა, იატაკი მოწესრიგებული და მოპირკეთებულია. ჭერი მოპირკეთებულია და აქ ზუსტად არ არის არანაირი კვალი იმის, რომ წყალი სადმე ჩამოდის ქვევიდან გამომდინარე, აქაც მეგონა იყო პრობლემები, მაგრამ პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. მომწონს უჟანგავი მაგიდები, ძალიან კარგია. იატაკიც ისე არის მეტალახით მოპირკეთებული, რომ მისი გასუფთავება ძალიან მარტივია და ესეც კარგია, ერთგვაროვანი იატაკი როდესაც არის. ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს არის რომ ხშირად ფანჯერა იღება და არ არის ფანჯერაზე ბადე. აი ნახეთ, ეს არის წყალი, რომელსაც თქვენ სვამთ. ეს არის ტორტი, რომელიც გამზადებულია და რომელსაც შეფუთავთ და გაიტანთ გასაყიდად. ბოთლი გარედან ყველა ვარიანტში არის ბინძური, იმიტომ რომ ხანსადდებთ და პირდაპირ ედებოდეს. ნამცხვარს არასწორია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იგივეს ვიტყვი აი ამ გაყინულ ხილზე, თუ კი ნამცხვარი არის სინზე განთავსებული, უნდა იყოს ცალკე და არაფერთან შეხებაში არ უნდა იყოს. ნახეთ, აი რა სილამაზეებია, მაგრამ აი რაც არ მომწონს, აი ამას შეხედეთ, აი. რაც ხდება ძალიან ხშირ შემთხვევაში. ფიზიკურად ადამიანები ვართ და ძალიან ხშირად ხდება, როდესაც შედების დროს, გამოღების დროს ჩვენ აი მაცივრის კედლებს თუ ზედაპირს თუ ფსკერს ვედებით და არავითარ შემთხვევაში თუ თაროს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული არ იყოს. და აი ჩემი თხოვნაა რომ აი მაქსიმალურად სწრაფად პირველ რიგში დაასუფთავონ აი ეს რეზინები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეზინებიც იყოს სუფთა. აქ პირდაპირ ჩანს პროდუქცია, რაც არის დამზადებული, ამას თქვენც კარგად ხედავთ ყველაფერს. ელემენტარულად აი მაცივრებს ეხა გოგოები გიჟებივით რო დარბიან და ასუფთავებენ, სახალხო კონტროლის მოსვლამდე უნდა დასუფთავდეს და ბევრად უკეთესი იქნება. პრობლემები აქვს კონდიციონერებს, ძალიან ცუდია რომ წყალი ასე ჩამოდის, არ უნდა ჩამოდიოდეს.
და დაცული უნდა იყოს. ნუ აქ აგრეგატები არის, ეს სათქვეფები, ეს არის ძირითადად ცომისთვის და კრემებისთვის და აი მაცივრის უკანას ტერიტორიები უნდა სუფთავდებოდეს. დანები, წესით სუფთა დანები უნდა ეკიდოს აქ, მაგრამ მე პირადად ხედავ, რომ დანები მოგწონთ? არა, არც მე. ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, რა ეკონომიას გიკეთებთ ეს, რომ აი ამ ერჯერად პარკებს, რომელიც ფიზიკურად არ ირეცხება შიგნიდან სათანადოდ, იმიტომ თეთრებს. აი ნახეთ, ამას შეხედეთ ჭუჭყი როგორაა ჩამჯდარი. ხელმძღვანელი ბრძანდებით, ხლობელი. თავარი ფობელი არაა და მე თან არა უშავს. მაშინ თქვენთან მაქვს ძალიან დიდი თხოვნა. საოცარი პროდუქცია გაქვთ, ძალიან მომეწონა ვიზუალურად, მაგრამ გარდა ვიზუალისა უნდა იყოს სანიტარული ნორმებიც დაცული. აი ერჯერადი პარკი არ უნდა ირეცხებოდეს, ის უნდა იყოს ერჯერადი. ჯობია 50 თეთრი პროდუქცია გაზარდეთ. მაგრამ ერჯერადი პარკი შევთანხმდეთ, რომ ერთხელ გამოვიყენოთ. კარგით? და აღარ გავრეცხოთ. ეს არის ჩემი თხოვნა. ქალბატონები ბრძანდებით. ეს არის ფარდა. არავითარ შემთხვევაში აქ უნდა იყოს ისეთი რამ ჩამოფარებული, მესმის რომ ზე არის, რომ აი მისი გაწმენდა შესაძლებელი იყოს ძალიან ხშირად და მტვერი არ უნდა გროვდებოდეს. აი თქვენ თვითონ რომ ნახოთ ახლა ეს ოდნავ მაინც რომ შევფერთხო ახლა თქვენ თვითონ არ გესიამოვნებათ. აი ნახეთ. აი შეხედეთ და ამის გარდა კიდე აი აბლაბუდები, ეს ყველაფერი ფარავს, ვერ ხედავენ გოგოები, ამიტომ ისე გავაკეთოთ, რომ ეს დავფაროთ სხვა რამით და აი ასე არ უნდა იყოს. ობიექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა კიდე ყურადღებ მისაქცევი და გასაკეთებელი. არ ვიცი, აი სუფთა რა გითხრათ ახლა მე აქ არ მიმირთმევია, არც ხაჭაპური, არც სხვა პროდუქცია, ვერ გეტყვით. ვარაუდი მაქვს, რომ გემრიელი და კარგი პროდუქცია. თუ ზოგჯერ ვიღაცას რაღაცა შეხვდა, სამწუხაროდ ხდება ესეთი ფაქტები, მაგრამ ჩვენ ამას ვერანაირად ვერ გადავამოწმებთ. ეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ ობიექტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ჩვენ მოვედით, მადუნამ გადაიღო სამზარეულო და საცხობი. თქვენ ნახეთ იქ როგორი მდგომარეობა, მე გაჩვენეთ რა ხდება დარბაზში. ეს არის სულ ფოთის ცენტრში ვართ, ჭანტურიას 4 ნომერში, კაფე საკონდიტრო ბრაუნი.